მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე კი რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება მომწერს დამირეკავს გამოვა კონტაქტზე თუ არა ჩაფიქრებული პიროვნება. გვექნება სამპოზიციანი გაშლა, აირჩიეთ პოზიციები ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციებს, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ. ასე ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია ან ტაროს შემსწავლელი ინდივიდუალური კურსით ხართ დაინტერესებული, ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველში მოვათავსებ Facebook links, გადმოდით ლინკზე და მესენჯერში გამესაუბრეთ დეტალებზე. დეტალები გავარკვევთ მესენჯერში, კარგით. პირველი პოზიციით დავიწყოთ, რა თქმა უნდა, პირველება მოგესალმებით და ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება გამოვა კონტაქტზე მოგწერთ, დარეკავს თუ რას მოიმოქმედებს გავარკვიოთ. მაგის მაღალი არკანი, აიცით კი, ეს ნამდვილად არის თანხმობის ნიშანი, რომ ეს პიროვნება გამოვა კონტაქტზე, მაგრამ აქ შეიძლება იყოს ერთი ნიუანსი, რომ აკონტროლებდეს სიტუაციას თვითონ თავად, თავის სურვილების მიხედვით მოქმედებდეს და აქედან გამომდინარე, ამ პიროვნებას შეიძლება ახასიათებდეს კონტაქტზე გამოსვლა, SMS-ები, ზარები და შემდეგ სიჩუმე. ანუ თან აქტიურია, მერე ამ აქტიურობას ცვლის დროდადრო პასიურობა და რომ ვიტყვით ხოლმე იკარგება სადღაც ეს ადამიანი. გამოვა კონტაქტზე, მაგრამ ამ კონტაქტის გამოსვლას არ შეიძლება იცით როგორ იყოს, რომ სტაბილურად გაგრძელდეს რაღაც პერიოდი ურთიერთობა, მაგრამ მერე ისევ რაღაც ჩავარდნა შეიძლება მოხდეს. ჩავარდნაში გულისხმობ ისევ კონტაქტის გაჩერებას. კი, აქ ეს პიროვნება ძალიან აშიტირებული შემოვა, ექნება ძალიან ესეთი თქვენს მიმართ ვნებების გამოხატულება, ასევე ურთიერთობის აღდგენის და ხელახლა წამოწყების სურვილი, სახეცვლილი მოვა, ძალიან აქტიური იქნება, ძალიან ესეთი მოტივირებული იქნება, მაგრამ თქვენ ხმლების დედოფლის პოზიციაში ხვდებით, თითქოს გაციებული და გაბრაზებული ხართ მის ასეთ ქმედებებზე, რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და ზომებს, რომ მიანიშნებთ, რომ ესე მოქცევა საკმაოდ უსიამოვნოა თქვენთვის, მაგრამ ეს ადამიანი იქნება მოტივირებული და იმდენად თავდაჯერებული, რომ თავის პოზიციას არ დათმობს. ეს ადამიანი ძალიან სახეცვლილი მოგეჩვენება, სხვათა შორის, ოდესაც დაბრუნდება, მას ექნება ბევრი სიახლეები, შეიძლება იყოს მის სამსახურში სიახლე, ეს შეიძლება იყოს თქვენთან მიმართებაში რაღაც უფრო მეტად გახსნილი მოგეჩვენოთ და თამამი, მაგრამ თქვენ ცოტათი სიფრთხილით ხვდებით ამ მის გამოჩენას, რადგან საკმაოდ ემოციურად ხვდებით ხოლმე მის პასიურობას და გული ამაზე ძალიან გტკივად. ელოდეთ მისგან ასეთ მოქმედებას, ეს არის ზარი, SMS-ი და ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში შეხვედრაც კი. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავინაცვლოთ მეორე პოზიციაზე, მეორება მოგესალმებით, ვნახოთ თქვენს შემთხვევაში გამოვა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მოგწერთ დარეკავს თუ არის მაღალი არკანი. თუ არის მაღალი არკანი, აქ პიროვნება არის რაღაც გაურკვევლობაში. ნახეთ როგორ არის თქვენს გაურკვევლობაში ხართ, ეს ადამიანის გაურკვევლობაში არის, თითქოს სევდას არის გადაყოლილი ეს ადამიანი. ჯერჯერობით ფიქრებში არის ჩაძირული, უფრო მეტად ფიქრობს, აანალიზებს, გამოსავალს ეძებს, შეცდომების დაშვების შიში აქვს, ურთიერთობის უფრო მეტად გაფუჭების შიში აქვს ასევე. კარგი, დავამატოთ აქ არკანები, რადგან თუ არის არკანი ცოტათი პესიმისტური არკანი არის. არ არის ეს პიროვნება დარწმუნებული იმაში, რომ მიიღებთ მის გამოჩენას დადებითად. თუ გამოჩნდება და გადადგავს ნაბიჯს, ხომ, გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ მას სკანდალების გარეშე მიიღებთ და მშვიდობიანად შერიგდებით. კიდევ ერთი გაუგებრობა ან უარი შერიგებაზე, მას ძალიან ცუდ მდგომარეობაში
ჩააყენებს, აქედან გამომდინარე ეს ადამიანი უფრთხილდება თავის ემოციებს. ასევე ეს პიროვნება იცით როგორი განწყობით არის, რომ თითქოს თქვენს ურთიერთობაში ბევრი რამ არ იცის, რაღაც საიდუმლოებები არის თითქოს თქვენ შორის დაგროვილი და ვერ ხსნის ბევრ მოვლენას. ან შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ძალიან კონკრეტულად უხსნით რაღაცას, მაგრამ ვერ ერკვევა ეს ადამიანი თქვენს ან მდგომარეობაში, ან ემოციებში, ან პოზიციას ვერ იგებს, რა პოზიციით ხართ მის მიმართ, იმიტომ რომ მთვარის არკანი არის გაუგებრობაში შევია რაღაც შფოთვა და საიდუმლოების შეგრძნება, ну რაღაც გასაიდუმლოებულზე ეჭვობს ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე თავს იკავებს ახლო პერიოდში რომ გადმოდგას ნაბიჯი. საბოლოოდ რას იზევს მოგწერთ დარეკავს? ну გეტყვით რომ უახლოესი 1 თვის მანძილზე ეს ადამიანი იქნება უფრო მეტად აი ამ მომხდარის გაანალიზებაში და უფრო მეტად შორიდან დაკვირვება არის და ინტერნეტ სივრცეში შეიძლება ეს იყოს თვალყურის დევნება ან ინფორმაციების გაგება თქვენზე ვიდრე ესეთი მკვეთრი ნაბიჯი, იმიტომ რომ საკმაოდ გაუბედავად გრძნობს თავს, ასე ვიტყოდი. დაგემშვიდობებით მეორეებო თქვენ. მესამე პოზიცია ვინც აირჩია, მოგესალმებით და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი მოგწერთ დარეკავს და გადმოდგავს ნაბიჯს. ну აქ პირდაპირ მოდის თანხმობა, დიახ, ეს ადამიანი აუცილებლად დარეკავს, მოგწერთ კონტაქტზე გამოვა, მაგრამ თუ რაიმე კონკრეტული პერიოდი გაქვთ ჩაფიქრებული, იცოდეთ რომ უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოჩნდება. ну ახლო პერიოდში არა, მოგვიანებით გადმოდგავს ნაბიჯს. ცოტათი იმ პერიოდზე გვიან გამოჩნდება, ვიდრე ან მოიაზრებთ, ან გინდათ რომ გამოჩნდეს, ხო? ну ეს როგორ პერიოდში გამოჩნდება ეს პიროვნება. აქ გამოიკვეთა რომ ეს ადამიანი მაშინ გადმოდგავს ნაბიჯს, მაშინ გამოვა კონტაქტზე, როდესაც ძალიან შემოწმება თქვენზე ნოსტალგიები და ძალიან მოენატრებით, აი თითქოს იმდენად დიდ მონატრებას წააწყდება თქვენთან მიმართებაში, რომ სხვა გზაც არ ექნება, უბრალოდ აიღებს ტელეფონს და შეიძლება პირდაპირ შეხვედრაზეც კი დაგითანხმოთ, ეს არის პაემანი, ან შეიძლება უბრალოდ სატელეფონო ზარით გაგრძნობინოთ, რომ თითქოს ერთად ხართ და რაღაც შეხვედრაზე ხართ და იმდენად დიდი მკაფიო ემოციები მოიტანოს ამ პიროვნების გამოჩენამ. კი აქ გამოვა კონტაქტზე, უბრალოდ მოგვიანებით, მას საშუალება მას ჭირდება ის განცდა, რომ მოენატროს ადამიანი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა თქვენ. და როდესაც ეს მონატრება პიკს მიაღწევს ამ ადამიანისგან ელოდეთ სატელეფონო შეტყობინებას ზარს. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.